გამარჯობა მეგობრებო. განსხვავებული ნივთები მინდა წარმოგიდგინოთ, რაც ჩვენს მაღაზიაში მოიპოვება, ესე ვთქვათ, Blaze-ში დანების გარდა რა. ესენი არის მაჩეტეები, ნაჯახები, ეს სანათები, ფანჯრები და გვემატა ეხა ოლაითის ტყავის აქსესუარები, კიდევ არის სხვადასხვა რაღაც ნივთები და იმასაც ეტაპობრივად გაგაცნობთ თქვენის ნებართვით. მოდი დავიწყოთ მაჩეტეებით, ამჯერად Cold Steel-ის მაჩეტეებია წარმოდგენილი, აი ესეთი სხვადასხვა სახის კუკრის ფორმის მაჩეტეებია, ესენი დამზადებულია სამხრეთ აფრიკაში, ფოლადად გამოყენებულია 1055 ნახშირბადოვანი ფოლადი, რომელიც ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა უკვე რაღაც ძალიან პრემიალური ფოლადებია შექმნილი, ხმელოვანი ფოლადები და რაღაცა დანების ინდუსტრია ესე განვითარდა 1055 შეიძლება ჩამორჩა, ასე ვთქვათ, ახალ ყაიდას, მაგრამ სამუშაოდ დამიჯერეთ, დამერწმუნეთ ერთ-ერთი იდეალური ფოლადებია. ამაზე რომ ხმელოვანი ფოლადი დავაყენოთ და შემდეგ რაღაც გამხმარხეს ვთქვათ, გადაწყდება ელემენტარული რამ ყიფია ეს ფოლადი და 1055 ზუსტად მაგისტვის არის შექმნილი, თან Cold Steel-ის წრთობა კარგად მუშაობს, გამოცდილია, გატესტილია, რა ვიცი, მეც პირადად ჩემს მეგობრებსაც გვაქვს გატესტილი ეს ყველაფერი და ძალიან კარგებია და გაუმდგარია და ფორმებიც მეტნაკლებად შევარჩიეთ პრაქტიკული რა, რომ ყოფილიყო სამუშაოდ უფრო ისეთი წინამხარდ დამძიმებით და რომ ჩეხვაზე ორიენტირებული ესე ვთქვათ რა. რა ვიცი, ოთხივე ფორმა ესეთია რა, დაახლოებით გვანან ერთმანეთს სტილითა და ხასიათით. ახლა უკვე გადავიდეთ ნაჯახებზე, აქ გვაქვს წარმოდგენილი ეს მექსიკური ნაჯახი, რა ვიცი, ამასაც ჰაი კარბონი აქვს, ნახშირბადოვანი ფოლადი, ესეთი გამომწვარი ხის ტარი, ტყავის ხელნაკეთი ქარქაში, საერთო ჯამში კარგი ნივთია ძალიან. ახლა Two-Tone-ის დანების განხილვა რო გქონდა, თუ გახსოვთ, Two-Tone-ის ბრენდის ნაჯახებიც ჩამოვიტანეთ, რომელიც ძალიან მომეწონა, მე პირადად, აი ნახეთ, აი ესეთი მაგარი კარგად დამუშავებული ხის ტარი აქვს, 420J2 გუჟანგავი ფოლადი, აქ აქვს უკან ჩაქუჩის ფუნქციაც, ტარს თუ დააკვირდებით, აქ ცოტა გასქელებულია, რომ არ მოხდეს მისი მორყევა და რავი, არასდროს არ დაძვრება რა. მე პირადად დავიღე ეს ნაჯახი და ძალიან პრაქტიკულია და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთადერთი რაც არ მომწონს ამ ნაჯახში, აი ეს რაღაცა, ქარქაშ ვერ დავარქვი, უბრალოდ პირის დამცავია და გადასატანად რო არ დაგაზიანოს და ესეც შევცვალე. კარგი ტყავის ქარქაში შევკვერე, მეგობრებო, შევაკერინა და რა ვიცი, კარგი ნივთია, გამოადგება ყველა მონადირეს, მოლაშქრეს, მეთევზეს და ვისაც უყვარს უბრალოდ ტყეში სიარული. ახლა გადავიდეთ ფანრებზე, ფანრების არის საკმაოდ დიდი არჩევანი, სხვადასხვა სტილის, ხასიათის, ცოტა რაღაცა ბრელოკისებული პატარა ფანრები, აგერ რაღაც ღამის სანათიც არის, კაი სანითია სხვათა შორის არ მომეწონა. მოდი რა რამოდენიმე მათგანს ხასათითაოთ რომ მოვყვე, იმდენი ინფორმაცია და იმდენი რამე ქონია, არც ვიცოდი, ნელ-ნელა ვერ ყვები მეც. ეს არის ოლაითის ვარიორი მაგალითად. დავაკვირდეთ მოდი თვითონ ფანას, როგორია ვიზუალურად პირველ რიგში. აქვს ესეთი საკიდი, თოკებიც მოყვება ამათ. არის დარტყმა გამძლე, წყალგაუნტარი და მონაცემებს რაც შეეხება, ჩავიხედავთ თქვენის ნებართვით, ამას აქვს ახლა 1500 ლუმენი მაქსიმალური ნათება, მინიმალური 1 ლუმენი, აქვს 5 სხვადასხვა რეჟიმი და მინიმალურ ნათებაზე უწერია მეგობრებო 45 დღე 1 ლუმენზე. ეს ძალიან დაბალი შუქია დამთანხმებით 1 ლუმენი, მაგრამ ისეთია რა, მულაიც რო ეძახია ძალიან პატარა შუქი 45 დღის მანძილზე რა გვაქვს ახლა ისეთია რა, ცუდი ნამდვილად არ არის. ძალიან კარგი ფანარია, რეკომენდაცია, აგერ ჩვეულებრივი დიდი ვარიორიც გვაქვს, ეს იყო მინი და აი სხვაობა რომ ნახოთ ზომებში, ესე განსხვავდება ერთმანეთისგან, ამას აქ უფრო ცოტა მეტი აგრესია და წვეტები აქვს, ეს ტაქტიკური ფანრებიცაა მოგეხსენებათ რა. ეს რადგან დიდია, უფრო ელემენტიც შიგნი უფრო კარგი და დიდი მძლავრი დევს, აქ არის უკვე 1800 ლუმენი და 50 დღე უწერია 1 ლუმენს და მანძილს რაც შეეხება 300 მეტრი. 300 მეტრში აქვს მაქსიმალური ნათება რა. იმ შუქი არ ვიცი ახლა რამდენად აღიქმება. იმაში რა ქვია, ვიდეოში, მაგრამ ესები დაგანახოთ, აი ესე ნელ-ნელა მატულობს. აი ეს იყო მულაითი რა. აი ეს არის პოლადი პატარა ნათება და რა ვიცი, ეს კი მაქსიმუმია ტურბო. კარგი ფანრებია დამეთანხმებით, მე მგონი ყველა არის აქვს ველოსიპედზე დასამაგრებელი ფანარი. აი ესეთი პატარა ბრელოკები, რომელიც ძალიან პრაქტიკულია, აუგერ მაქვს მეც პირადად, მეგობარმა მაჩუქა და ძალიან ვატარებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ტელეფონის ფანრით განათებას, რავი, არ შეადრე, დაივიწყებთ უკვე რა ტელეფონი. ესენი არის სხვადასხვა ფერები, ნახეთ არის ესეთი ფერი, ესეთი შავისა და ყველას აქვს რა ფერები, ახლა აღარ დავიწყებ სათითაოდ.
აგერ კიდევ კალამი არის ტაქტიკური, რომელსაც აქვს აი ნახე ესეთი და აქვსები აქვს ნათებაც. აი ეს ნენა მატულობს შუქი. ძალიან კარგი ფანარია სხვათა შორის. ძალიან მომეწონა ეს არ მაქვს და ვფიქრობ ავიკვებ 120 ლუმენი გვაქვს აქ მაქსიმალური ნათება. 23 წუთის განმავლობაში იმუშაობს, 14 მეტრზე ანათებს და მინიმალური ნათება აქვს ამას 5 ლუმენი და 8 საათი ყოფნის. აუ ვფიქრობ ახლა კალმისთვის შესანიშნავია, ცუდი ნამდვილად არა. ახლა გადავიდეთ, მოდი ჩვენს ტყავის აქსესუარებზე, მეგობრებო. აქ არის საბარათეები, საფულეები. ნახეთ. ძალიან მაგარი ნატურალური ტყავი, სრულად ხელნაკეთი, აი ნა Crazy Horse ეძახიან ამას, ძალიან კარგი ტყავია. ეს საბარათეები, საფულეები ცოტა უფრო თხელი, ვისაც უყვარს. აი ესეთი უკვე დიდი ზომის საფულეებიც გვაქვს. სხვადასხვა დიზაინები რა, ახლა საერთოდ აღარ გავივli. თუ და გაინტერესებთ, ჩვენ საიტზეც დევს ბევრი მათგანი, თუმცა ბევრი არ გვიდევს სამწუხაროდ ჯერჯერობით და იმედია დავდებთ მალე რა. ესეთი. სხვადასხვა განსხვავებული დიზაინებიც, ისაც ეს მსგავსი სტილი უყვარს. მათთვისაც გვაქვს, ასევე არის აქ უკვე კამერები ხელნაკეთი. აი ეს თითბერი არის სრულად, არ არის რაღაცა დაფერილი ფოლადი, მე ფერი რო გადადის ხოლმე. და ნატურალური ტყავი რა თქმა უნდა, ძალიან ისე ხარისხიანად, საფუძვლიანად შეკერილი რა. ქვეშ სარჩული და ყველაფერი როგორც საჭიროა. ძალიან კარგი ხარისხებია და რა ვიცი, ვისაც უყვარს მსგავსი ნივთები და აქსესუარები, დანის მოყვარულებს მე მგონი ყველას გვიყვარს მეტნაკლებად ესეთი ნივთები და ვფიქრობ მოგეწონებათ. ნუ დანარჩენი რაც გვაქვს მაღაზიაში და რაც მოგვეპოვება, ნელა-ნელა ყველაფერს გაჩვენებ და გაგაცნობთ ხოლმე. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა მინდა მოგიხადოთ ჩვენო გამომწერებო, პოზიტიური კომენტარებისთვის, ჩვენი გვერდის გამოწერისთვის და გვადევნეთ ალყური. პოზიტიურ დღეს გესურვებთ.